მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტარო არხია, მე რუბი ვარ. დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა კი იქნება, რას ფიქრობ ჩემზე ზოგადად, ბოლოს საუბრის შემდეგ, ფიქრობს ახლა ჩემზე და რას. დღეს ერთპოზიციანი გაშლა გვექნება. ასარჩევი პოზიციები დღეს არ გვექნება. ვისაც გიყვართ ასეთი გაშლები უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. თუ რა თქმა უნდა, თქვენზე რეზონირდა. პირადი კონსულტაციისთვის მესენჯერში დამიკავშირდით, Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის ვიდეოს აღწერაში და კომენტარების ველშიც. ახლა შეგიძლიათ იმ პიროვნების სახელი წარმოსთქვათ, ვისაც გვინდა რომ დღეს ტარომ გვიპასუხოს და ვნახოთ ეს პიროვნება თქვენზე რას ფიქრობს ზოგადად. მის თვალში ხართ საკმაოდ მომთმენი, დამთმობი, ჰარმონიული პიროვნება. შეგიძლიათ ადვილად აპატიოთ თქვენთვის ძვირფას ადამიანებს, ემპათიური ხართ, ჰუმანური ხართ, თითქმის ყველა ადამიანის გესმით. ადვილად შეგიძლიათ სხვის გაჭირვებას უთანაგრძნოთ და დახმარებაც გაუწიოთ და გამოსავალიც აპოვნინოთ. თავისუფლების მოყვარე ხართ ამავე დროს, არ გიყვართ შეზღუდვები, პატივისცემით ეპყრობით ყველას და ასევე თქვენც ხართ მიჩვეული, რომ იგივე პატივისცემით გიპასუხონ გარშემოყოფმა ადამიანებმა. შესაძლოა ზოგიერთ თქვენთაგანისთვის სხვადასხვა ეროვნების პიროვნებები იყოთ და თქვენი განსხვავებული კულტურა, თქვენი განსხვავებული ადათები, წესები და ნებისმიერი ფაქტორი, რაც თქვენ შორის არის განსხვავება, ეს იზიდავდეს და მოწონდეს. და ამაზე ფიქრობდეს, რომ საკმაოდ განსხვავებული ხართ, ქარიზმატული ხართ, მრავალფეროვანი ხართ, თავისუფალი ხართ, ამავე დროს ძალიან კეთილი ხართ, მზრუნველი ხართ. სხვათა შორის ამ პიროვნებას აქვს ისეთი ფიქრი, ზოგადად აქვს ამ ადამიანს ისეთი ფიქრი, რომ უნდა თქვენთან საერთო შვილი, უნდა თქვენთან მნიშვნელოვანი მოვლენების გაზიარება, თანაცხოვრების სურვილები ამოდის, ჰარმონიაში გხედავთ. კარგი არკანი არის საკმაოდ. ეხლა კიდევ გავიგოთ, რას ფიქრობს თქვენზე. თქვენს გვერდით წარმოიდგენს საკუთარ თავს. შეიძლება თვითონ არის საკმაოდ თავდაჯერებული ფიცხი, მეამბოხე, სულსწრაფი, საკმაოდ ვნებიანი, საკმაოდ ისეთი ბობოქარი ემოციების მატარებელი და ხვდება, რომ თქვენ მასზე კარგად მოქმედებთ, კარგ ზეგავლენას ახდენთ და მის ესეთ მიდრეკილებებს, რომელიც ესეთი ფეთქებადობისკენ არის მიდრეკილი, ამას ძალიან აბალანსებთ და თქვენს გვერდით მას ეძლევა იმის საშუალება, რომ თავის მძაფრ ემოციებს თავი მოუყაროს, გააკონტროლოს და მხოლოდ დადებით ასპექტში გამოავლინოს. ხვდება, რომ თქვენ მასზე კარგად ზემოქმედებთ, კარგი ზეგავლენა გაქვთ და ამაზე ფიქრობს თქვენზე ზოგადად. ორი არკანი მომყვება, დავტოვოთ. თქვენზე ზოგადად ფიქრობს, რომ შეიძლება დიდი ხანი ებრძოდით ორივე თქვენს გულებში ამ გრძნობას, რაც ერთმანეთის მიმართ გაგიჩნდათ, მაგრამ ვერც ერთი ამ გრძნობას ვერ გაეკეცით. ამას ხვდება, რომ თქვენ ეწინააღმდეგობოდით თავს, შეიძლება განსხვავებული რელიგიის გამო ან განსხვავებების გამო. ნებისმიერი განსხვავება შეიძლება აქ ჩავთვალოთ ასაკი, რელიგია, საცხოვრებელი ადგილი. თითქოს ერთმანეთს აბალანსებთ, მაგრამ რაღაც მნიშვნელოვანი განსხვავებების წინაშეც დგახართ. ებრძოდით ამას. ცალ-ცალკე ორივე თქვენს გულებში, მაგრამ ხვდება, რომ როდესაც ნამდვილი გრძნობა არის, არც ბრძოლა და არანაირი შეფერხება ამ გრძნობას ვერ მოგაცილებს გულიდან და გონებიდან და ხვდება, რომ ორივემ არც ისე მარტივი გზები გაიარეთ, სანამ ჩამოყალიბდებოდით, რომ ერთმანეთისთვის სიტყვა უნდა გეთქვათ ან ემოცია გამოგემჟღავნებინათ ერთმანეთისთვის, ხო? აი ამაზე შეიძლება ახალი გამჟღავნებული არის თქვენ შორის ურთიერთობის ეს ფორმატი ან გრძნობები და ზოგადად ფიქრობს, რომ თქვენ საკმაოდ მებრძოლი ხართ და
ამავე დროს შეიძლება თქვენზე გქონდეს ზოგადად ისეთი აზრი ჩამოყალიბებული, რომ თუ საჭირო არის და საჭიროდ მიიჩნევთ, რომ სხვა არ დაზარალდეს, თქვენს გრძნობებსაც კი მოთოკავთ. მაგრამ აქ მიღებული გადაწყვეტილება არის და ნამდვილად არის ის ჩამოყალიბებული აზრი, რომ ერთმანეთთან ყოფნა გინდათ ორივეს. ამას გრძნობს, რომ თქვენ საპასუხო ემოცია გაქვთ მის მიმართ. მოდი ახლა ვნახოთ ბოლო საუბრის შემდეგ თქვენზე რას ფიქრობს. ბოლო საუბრის შემდეგ ისეთი განცდა გაუჩნდა ამ ადამიანს, რომ თქვენთან როგორც ვისაუბრეთ, რომ თქვენთან შვილები სურს, აი ესეთი სურათი არის ზუსტად, რომ დაწყვილდეთ, შექმნათ ოჯახი, ყავდეთ შვილები, შეიძლება ბევრი შვილიც უნდა თქვენგან. თუ წინამორბედ ურთიერთობებში სხვა შვილები ყავთ სხვა პიროვნებისგან, ან თვითონ ყავს, უნდა რომ ყველამ ერთად იცხოვროთ, ჰარმონიაში იყოთ, მიიღოთ ერთმანეთი, საერთო შვილებზეც ფიქრობს, ოჯახზე ფიქრობს. ბოლო საუბრის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი ფიქრები აქვს. თქვენი დაკარგვის შიში აქვს. რომ ყველაფერი რაც ჩაიფიქრა ნეტავ გამოვიდეს, რომ არაფერი არ გაფუჭდეს, ეს გასავლელი გზა კარგად გაიაროთ, გაუთვალისწინებელი მოვლენები არ მოხდეს თქვენ შორის, რამე ხელი არ შეგიშალოთ. ესეთი ფიქრები აქვს, ეს ფარულად ამაზე განიცდის, ეს პიროვნება ბოლო საუბრის შემდეგ რაღაცა იცით როგორ ის შეგრძნება აქვს, რომ შეიძლება რაღაც დაგეგმეთ და ეს სანამ გეგმას ბოლომდე მიიყვანთ, გული ეწურება, რომ რამე გზაზე არ გაფუჭდეს და ყველაფერი ისე მოხდეს, როგორც გინდათ. და იქამდე არაფერმა ხელი არ შეგიშალოთ და ეს ფარული ნეგატიური აზრები ხანდახან გუნება განწყობილებას უწამლავს, მაგრამ მაინც ერევა თავს, რომ ეს თქვენ არ დაგანახოთ და თავის შიშები არ გამოიტანოს საჯაროდ. ბოლო საუბრის შემდეგ ამ პიროვნებამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და თითქოს თავს იღბლიანად და ძალიან გამარჯვებულად გრძნობს, რომ თქვენ შეგხვდათ. არავის აზრი არ აინტერესებს, ვინმე თუ გაკიცხავს, ვინმე თუ განსჯის ამ ურთიერთობას, ვინმე თუ იჭორავებს, ან ვინმეს არ მოეწონება, თითქოს არავის აზრი აღარ აინტერესებს. იმდენად დარწმუნებული არის თავის თავში, რომ ეს ნაბიჯი უნდა გადმოდგას და მას სურს ეს, რომ აბსოლუტურად მთლიანი სამყაროს წინააღმდეგ წავა, ოღონდ თქვენ მის გვერდით იყოთ. ბოლო საუბრის შემდეგ ძალიან მტკიცე გადაწყვეტილებების წინაშეა. ფიქრობს თუ არა ახლა თქვენზე, ისეთი გაშლა არის აქ, რომ ფაქტიურად შეუძლებელი არის, რომ ახლა არ ფიქრობდეს თქვენზე, მაგრამ მაინც ვიკითხოთ. ფიქრობს ახლა თქვენზე? რა თქმა უნდა თქვენზე ფიქრობს. თან შეიძლება ახლა ისეთი მომენტი გქონდეს, რომ ძალიან არ უნდა რომ შეგაწუხოთ, ზედმეტად თქვენს ასე ვთქვათ, პირად საზღვრებში შემოიჭრას, თითქოს რაღაც მომენტში აკონტროლებს ხოლმე თავს, რომ არ გადააჭარბოს თავის ემოციებს და რაღაცაში არ დაგთრგუნოთ, ან თავისუფლება არ შეგიზღუდოთ. ფიქრობს ახლა თქვენზე და რაღაც თავის ასე ვთქვათ, გეგმებში არის და მიღებულ გადაწყვეტილებაზე ფიქრობს. საბოლოო გადაწყვეტილებაზე ფიქრობს, რომელიც თქვენთან მიმართებაში მიიღო. კიდევ ნახოთ რას ფიქრობს თქვენზე ეს პიროვნება. შეიძლება თუ გაქვთ ესეთი სიტუაცია, ყველა შეიძლება არ შეეხოს, მაგრამ ვისაც გაქვთ ესეთი სიტუაცია, რომ ხართ განქორწინებულები, ან ეს პარტნიორი, ან თქვენ, შეიძლება ფიქრობდეთ ორივე თქვენთაგანი, რომ წინამორბედი ურთიერთობიდან შეიძლება რაღაც სირთულე წამოვიდეს და გაჩნდეს ხალხის მხრიდან, გამოჩნდეს უბრალოდ ხალხის ისეთი კატეგორია, რომელიც ამ ქორწინების ან წინააღმდეგი იქნება, ან ხელი შეშლილს მოინდომებენ, ან სალაპარაკო თემა იქნება, აი ამ სიმძიმეებისთვის, ამ განსჯისთვის თითქოს მზად არის. და ფიქრობს, რომ აი რაც არ უნდა სიმძიმე იყოს, ყველანაირი ფორმატი აქვს უკვე გონებაში წარმოდგენილი, რა შეიძლება მოხდეს ამ გადაწყვეტილების მერე. აი რა სიმძიმეც არ უნდა იყოს, ხვდება რომ ამის ძალა აქვს, რომ ყველაფერს გაუმკლავდეს, ისე რომ თქვენ ეს პრობლემები არც შეგეხოთ და ყველაფერი თავის თავზე აიღოს და ყველანაირი სირთულე მოგიგვაროთ.
ახლა ფიქრობს თქვენზე, შეიძლება ცოტათი ახლა დისტანციაზე, იმიტომ არის რომ თავისუფლება არ შეგიზღუდოთ და რაღაც მომენტში თქვენი სივრცე დაგიტოვოთ, ამას ფიქრობდეს ეს ადამიანი, მაგრამ თავის გეგმების სრულყოფაში მოყვანაზე არის ორიენტირებული და კონცენტრირებული. მე დაგემშვიდობებით წარმატებებს გისურვებთ ყველას მომავალ შეხვედრამდე.